პროგრამის სახელწოდებით გარემოს დაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში ფარგლებში 150-ზე მეტ მასწავლებელს სერტიფიკატები და სახელმძღვანელოები გადაეცა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რუსთავის მერი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მასშტაბით გადამზადებულ მასწავლებლებს შეხვდნენ. პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება და გადამზადებულია 7000-ზე მეტი პედაგოგი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ შექმნას мотивация, რათა აი დეფიციტური პროფესიები, რომელიც არსებობს როგორც გარემოს დაცვის მიმართულებით, აგრარული მიმართულებით, რომ ის შევსება მოხდეს და ანალოგიურად, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილებიც არის მათთვის, რომ შემდგომში გარანტირებული კონდეთ. რუსთავისთვის ეკოლოგია და გარემოზე ზრუნვა არის მთავარი მიმართულება. ჩვენ ამ კუთხით ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ, თუმცა მნიშვნელოვანია სწორედ ამ პროცესში სამინისტროს ჩართულობა და მსგავსი პროექტების განხორციელება. გარემოს დაცვის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჩატარდა აღნიშნული სემინარები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას გარემოს მიმართულებით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი არის. ამ ტრენინგმა ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება შემძინა. ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, როგორიც არის გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვა, ასევე ჰაერის დაბინძურება. ამ ტრენინგზე ვისწავლე აი ეს მეთოდები, თუ როგორ უნდა ვიმუშაო და მოვახდინო ამ თემების ინტეგრირება საგაკვეთილო პროცესში.